როდესაც წმინდა პაისისთან წავედით, ბერმა იოსებმა მას მთელი ეს კვიპროსული ისტორია მოუყვა. წმინდა პაისი უთხრა: "მამაო, მე ვფიქრობ, რომ კვიპროსში უნდა წახვიდე. რადგან ეკლესია მოგიხმო, ვალდებული ხარ დაემორჩილო." კვიპროსში ბერი იოსების გამოჩენამ ხალხში ძალზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მის მოსასმენად უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. მასთან შესახვედრად მონასტერში ყოველდღიურად ათეულობით კაცი მოდიოდა. თუ ის სწორედ ამისთვის მოიხმეს, მაშინ რატომ გაეშინოდათ სხვებს? მაგრამ ადამიანური სისუსტეების გარდა აშკარა იყო, რომ ეს ღვთისნებაც გახლდათ. ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ მიტროპოლიტის ეს გადაწყვეტილება, დავტოვეთ კვიპროსი და ღვთისმადლით ისევ ათონურ ცხოვრებას დაუბრუნდით. ღვთისმსახურება, ლიტურგია, იესოს ლოცვა, დუმარება, საოცარი სულიერი ატმოსფერო სუფევდა იქ. მართლაც ძალიან ლამაზი პერიოდი იყო. ეს გადაწყვეტილება 1983 წლის აგვისტოში აღვასრულეთ და ნიაზკითში გადავედით. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადგილიდან, სადაც გავჩერდით. საბოლოოდ მიიღეთ ბერი იოსების რჩევა და რამდენიმე დღით კვიპროსში გაემგზავრეთ. თუ სწორად გავიგე. დიახ, ეს მეორე კურსზე მოხდა. მაგრამ მანამდე პირველ წელს ბერი იოსების კურთხევითა და შემდეგ წმინდა ბერ ფილოთეოს ზეროკოსის ზოგიერთი სულიერი შვილის შეგულიანებით მე და ჩემი ერთ თანაკურსელი პაროსზე წავედით. გავიარეთ თესალონიკი. ავტობუსით ჩავედით პირეოსში. იქიდან კი პარუსზე, სადაც რამდენიმე დღით დავრჩით ლონგოვარდას მონასტერში. მაშინ იქ იღუმენი ბერი ფილოთეოს ზეროკოსი იყო. ჩვენ სწორედ მასთან გვინდოდა შეხვედრა. მე მაშინ მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი. გზავრობისას მიყვებოდა რაღაცებს. ის ეკლესიის დიდი მამა იყო, ჯერ კიდევ ცოცხალი. ერთ-ერთი იმ დიდ მამათაგანი, რომლებიც განთქმულნი იყვნენ თავიანთი სათნოებებითა და სულიერი ნიჭებით. როდესაც იქ ჩავედით, ბერ ფილოთეოს შევხვდით. მონასტერში 3-4 დღე გავატარეთ. როგორც მაშინ ჩვეოდა, ბავშვური უბრალოებით ყველას ვაბარებდი ხოლმე აღსარებას და მასთანაც მივედი. როდესაც დავასრულე, უთხარი, რომ ათონის მთაზე ვცხოვრობდი და სწავლის დამთავრების შემდეგ კვლავ იქ დავბრუნდებოდი. ბოლო დღის საღამოს, როდესაც მის სანახავად ისევ მივედი, მითხრა: "რაღაც მინდა მოგცეო." მე უპასუხე: "თქვენ რაც გინდათ, ის მომეცეთ მეთქი." დაიწყო უჯრებში რაღაცის ძებნა. თან თავისთვის ჩურჩულებდა: "აქ არ არის, აქ არ არის, სადავდე." რა კი უკვე მოხუცი იყო, შემეცოდა და უთხარი: "არა უშავს, მამაო, ნუ შეწუხდებით. აი ის ნაჭერი მომეცეთ მაგიდაზე რომ დევს მეთქი." "არა, ეს არა, სხვა რაღაც უნდა მოგცეო." მეც ვკითხე: "რას ეძებთ მეთქი?" "ერთი მედალიონის ჩუქება მინდოდაო." ვერ მიხვდი ამით რისი თქმა სურდა. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა წმინდა ნიკონ სინანულის მქადაგებლის პატარა და მრგვალი ხატი, რომელიც სპარტაში წმინდა ნიკონის ტაძრის კურთხევისას მიუციათ მისთვის. და მითხრა: "აიღე და სინანული იქადაგე." გამეცინა და უთხარი: "მამაო, სად უნდა ვიქადაგო სინანული? ათონის მთაზე?" მანამდე უკვე ნათქვამი მქონდა, რომ ათონზე ვაპირებდი წასვლას. მანაც მითხრა: 30 წლის შემდეგ იქადაგე. ასევე მომცა წმინდა ნექტარიოსის ხატიც და მესაუბრა მის შესახებ. მას პირადად იცნობდა. კიდევ მაჩუკა ფოტო თავისივე ხელწერით. იქიდან ბერი ფილოთეოსის ამ დარიგებით წამოვედი. ბერი იოსებს ძალიან უყვარდა ბერი ფილოთეოსი. ისინი ძველი ნაცნობები და მეგობრები იყვნენ. მამა იოსებმა მითხრა კიდეც, რომ ყურადღება მიმექცია მისი სიტყვებისთვის, რადგან ასეთი ადამიანები შემთხვევით არაფერს ამბობენ. ეს შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენი გაცნობიდან მალევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბერი იოსების კურთხევით დაახლოებით 10 დღით ჩამოვედი კვიპროსში, რათა პაფოსის მაშინდელი მიტროპოლიტი ქრიზოსტომოს პირველი მენახა. შემდეგ კი იერუსალემში გავემგზავრე. ამჯერად უკვე ბერი იოსების გარეშე? დიახ, ბერი იოსების გარეშე პირველად ჩემ ცხოვრებაში. იერუსალემში შევხვდი წმინდა ფილუმენოს, რომელიც წარმოშობით კვიპროსელი იყო. მას თავისი ხორციელი ძმის, მამა ელპიდეს მოკითხო გადავეცი. მამა ელპიდე ნიაზკითში, ბერი იოსების კალივაში ცხოვრობდა. რაღაც დროის განმავლობაში ვისაუბრეთ. საღამოს კი მაცხოვრის წმინდა საფლავთან ლიტურგია ერთად აღვასრულეთ. ბერმა ფილუმენოსმა თავისი ჩვეული უბრალოებით გვიმასპინძლა. მან იერუსალემში დარჩენაც კი შემომთავაზა, რათა იქ დავხმარებოდი, მაგრამ მე უარი უთხარი, რადგან ამ წმინდა ადგილის მადლის განსაცდელად სათანადო სულიერი მდგომარეობა არ მქონდა. ამიტომ კვიპროსში დავბრუნდი, შემდეგ კი ათონის მთაზე გავემგზავრე. ამასობაში მუდმივი კავშირი მქონდა წმინდა პაისი ათონელთანაც. ძალზე ხშირად მივდიოდი მის სანახავად და მასთან ვრჩებოდი ხოლმე. ბერი იოსები იმხანად კუტლუმუშის მონასტერში ცხოვრობდა. მე კი ხან მასთან და ხან მამა პაისისთან ვიყავი. ესე იგი, ჩემი მარშრუტი იყო
ბურაზერი, პანაგუ და კუტლუმუშის მონასტერი. ეს ადგილები ახლოს იყო ერთმანეთთან და ყოველ ჯერზე როცა ათონზე ჩავდიოდი, ამ ადგილებს აუცილებლად გავდიოდი. თუმცა ჩემი მთავარი დასაყრდენი მაინც ბერი იოსები იყო. ის გახდა ჩემი სულიერი მოძღვარი. ბერი იოსებთან ერთადაც წახვედით კვიპროსში. კვიპროსში მეორე კურსის ბოლოს 1977 წელს ჩავედი. ბერი კვიპროსის სანახავად რამდენიმე დღით ჩამოვიდა. რადგან მას შემდეგ, რაც ათონის მთაზე წავიდა, მხოლოდ ერთხელ 1973 წელს იყო ჩამოსული. მაშინ დედამისი ევგენია მონაზვნად აღიკვეცა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა მოსალოცად, მაგრამ მალევე დაბრუნდა წმინდა მთაზე. კვიპროსში ყველა ეპისკოპოსები, მღვდლები თუ ერისკაცები დაჟინებით სთხოვდა დარჩენას და კვიპროსის ეკლესიის დახმარებას. ის უკვე ცნობილი იყო კვიპროსში. იცნობდნენ ისინი, ვინც ათონის მთას სტუმრობდა და კუტლუმუშის მონასტერში ხედავდნენ. ზოგს კი უბრალოდ მისი სულიერი ავტორიტეტის შესახებ სმენოდა. მაშინ კვიპროსში ათონელი ბერის ხილვა ნამდვილი მოვლენა იყო. ეს ძალიან იშვიათ და უჩვეულო ამბავს წარმოადგენდა. როგორ გრძელდება მოვლენები მეორე კურსის დასრულების შემდეგ? მეორე კურსის შემდეგ ათონის მთაზე ბერი იოსებთან ყოფნის პერიოდი უფრო გახანგრძლივდა. იგი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ კუტლუმუშის მონასტრის გარეთ პატარა კალევა ეპოვა. ვიპოვეთ კიდეც რამდენიმე კარგი, მყუდრო და განმარტოებული ქოხი და გადავწყვიტეთ კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ იქ დავსახლებულიყავით. კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ მთავარეპისკოპოსი მაკარი გარდაიცვალა. მე ათონის მთაზე წავედი, ხოლო კვიპროსში ახალ მთავარეპისკოპოსად ქრიზოსტომოს პირველი აირჩიეს, რომელიც მანამდე პაფოსის მიტროპოლიტი იყო. ამან ვითარება შეცვალა. რადგანაც მე პაფოსის მიტროპოლიას ვეკუთვნოდი, ახალმა მთავარეპისკოპოსმა თავისთან მომიხმო. ასე რომ 1978 წლის ზაფხულში უნივერსიტეტის მეორე კურსის დასრულების შემდეგ მე და ბერი იოსები ერთად წამოვედით კვიპროსში. მე 10 დღით ადრე ჩამოვედი აქ, რათა ბერისთვის ადგილი მომეწყო. თავად ბერი კი 1978 წელს ახალი სტილით 17 ივლისს ჩამოვიდა. ჩვენ სხვადასხვა მონასტერი და წმინდა ადგილი მოვილოცეთ. მათ შორის ტავროუნის სავალეც, რომელიც ბერის სულიერი აკვანი იყო. ამის შემდეგ სამთავარეპისკოპოსოში ქრიზოსტომოს პირველს შევხვდი, უკვე როგორც კვიპროსის მთავარეპისკოპოსს. მან ბერი იოსებს უთხრა, რომ აუცილებლად უნდა დარჩენილიყო კვიპროსში და ეკლესიას დახმარებოდა და სამონასტრო ცხოვრება გაეძლიერებინა. მთავარეპისკოპოსი დიდი ტკივილითა და გულწრფელობით ესაუბრა ბერს. მამა იოსებმაც იგრძნო, რომ გარკვეულწილად ვალდებული იყო ეკლესიის ამ მოწოდებას გამოხმაურებოდა. მიუხედავად ამისა, პირობა მაშინვე არ მიუცია. უთხრა, მეუფეო, წავალ და ვიფიქრებთ, ვილოცებთ, ათონელ ბერებსაც ვკითხავთ რჩევას და პასუხს ამის შემდეგ შეგატყობინებთო. ასეც მოხდა. ბერთან ერთად სხვადასხვა წმინდა ადგილი მოვილოცეთ და ყველგან ერთსა და იმავეს გვეუბნებოდნენ. კვიპროსში დარჩითო. სტავროუნის მონასტრის მამებიც იმავეს გთხოვდნენ. ერთი სიტყვით ძალიან დადებითი განწყობა სუფევდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბერი ხალხის დასახმარებლად კვიპროსში გადმოსულიყო. მაგრამ მამა იოსები აზრს არ იცვლიდა. ჯერ წმინდა მთის მამებისთვის უნდა ეკითხა რჩევა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღო. ძირითადად ვის ეკითხებოდა რჩევას ბერი იოსები? ბერ ეფრემ კატუნაკელს, რომელიც მისი მოძღვარი იყო, მაგრამ წმინდა პაისისაც დიდ პატივს სცემდა და მის მიმართ დიდი მოკრძალება ჰქონდა. როდესაც უკან ბრუნდებოდით, გზად ათენში მოგვიწია გავლა, რადგან მაშინ კვიპროსიდან თესალონიკში პირდაპირ რეისი არ არსებობდა. ათენში ყოფნისას ბერმა მითხრა, წამოდი ტინოსის ღვთისმშობლის ხატი მოვილოცოთ. იქ არასდროს ყოფილვარ და ამ სიწმინდეზე ბევრი კარგი მსმენია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვთხოვოთ, გონება გაგვინათოს, როგორ მოვიქცეთო. მე რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი, მით უმეტეს რომ არც მე ვიყავი იქ ნამყოფი. ამრიგად წავედით ხატის მოსალოცად. გზაში მთელი დღე ვმარხულობდით, არაფერი გვიჭამია, რათა ღვთისმშობლის ხატს სულიერი განწყობით მივახლებოდით. ბერი ბევრს ლოცულობდა. ხატის მომლოცვის შემდეგ იმ ღამეს მოძღვარმა გარკვეული რთული უწყება მიიღო. დილით მითხრა, ვფიქრობ, რომ კვიპროსში გაგვიჭირდებაო. მიუხედავად ამისა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიანიჭა. და მაინც სურდა, რომ რჩევა ათონის მთის მამებისთვის ეკითხა. ასე რომ კვლავ ათონზე, კუტლუმუშის მონასტერში დავბრუნდით. შემდეგ კი წმინდა პაისისთან, ასევე ბერ არსენისთან ბურაზერში და მამა ეფრემთან კატოლიკებში წავედით. ცალკე კელიაში ჯერ კიდევ არ იყავით გადასული? არა, ჯერ არა. ანუ ჯერ კიდევ ეძებთ. ნაპოვნი ქონდა, მაგრამ იქ ჯერ არ ცხოვრობდით. მაშინ კვლავ კუტლუმუში იყავით. დიახ, სწორედ ასეა. ეს ის წელი იყო, როდესაც მამა ქრისტოდულე გახდა იღუმენი და მონასტრის საქმეები ძალიან კარგად მიდიოდა. მონასტერში ბევრი ახალგაზრდაც მოვიდა, შეივსო საზმო. და კუტლუმუში ძალიან კარგი, განახლებული სულიერი ატმოსფერო სუფევდა. როდესაც წმინდა პაისისთან წავედით, ბერმა იოსებმა მას მთელი ეს კვიპროსული ისტორია მოუღვა. წმინდა პაისი მოთხრა, მამაო, მე ვფიქრობ, რომ კვიპროსში უნდა წახვიდე.
მერმა იოსებმა მიუგო, კი მაგრამ მამაო, იქ რა უნდა გავაკეთო? მე არც მღვდელი ვარ და არც მოძღვარი, უბრალო მონაზონი ვარ. იქ რა შემიძლია გავაკეთო? დროს ხომ არ დავკარგავ და ფუჭ თავგადასავლებში ჩავებები? წმინდა პაისი უთხრა, მამაო, ისიც კი საკმარისია პაფოსში, მინთის პატიოსანი ჯვრის სავანეში კანდელი დაანთო. ალთე კანდელი და ახალგაზრდა მოწაფეები სულიერად დაამუშავე. ასე რომ ეს ორი რამ უთხრა, პატიოსანი ჯვრის კანდლის დანთება და მოწაფეებთან სულიერი მუშაობა. შემდეგ კი დაამატა, რადგან ეკლესია მოგიხმო, ვალდებული ხარ დაემორჩილო. აბა სხვა ვინ წავა? მე ხომ არ წავალ, როგორც უცხო. შევკვიპროსელი ხარ, რა კი ეკლესია გიხმობს, უნდა წახვიდე. ამით დასრულდა მათი დიალოგი. წამოვედით წმინდა პაისისგან, გზად ბურაზერში გავიარეთ და მამა არსენისგან ავიღეთ კურთხევა. ის ძალიან უბრალო ადამიანი იყო და მანაც დალოცა ბერი იოსები კვიპროსში წასასვლელად. ამის შემდეგ მივედით კატონაკებში მამა ეფრემთან. იქ ერთმანეთში ისაუბრეს და მამა ეფრემაც მისცა ლოცვა კურთხევა, რათა კვიპროსში ჩემთან, როგორც მის მოწაფესთან ერთად წამოსულიყო. მამა ეფრემმა კიდევ რაიმე ხომ არ უთხრა ბერი იოსებს. მამა იოსებ, შენ თავად ხარ ბერი და შენვე გადაწყვეტე სად წახვალო. ესე იგი, არ უთქვამს გინდა თუ არა წადიო, არამედ მამა ეფრემმა ბერი იოსების თავისუფალ ნებას მიანდოეს საქმე. ბერი ეფრემი ემოციურად ძალიან იყო დაკავშირებული მამა იოსებთან. მის მიერ გამოგზავნილი წერილები ძმური სიყვარული და ცრემლით აღსავსე იყო. იგი წერდა, იოსებ, მას მერე რაც წახვედი, სული მომიკვდაო. ეს იყო წმინდა, სულიერი სიყვარულით აღსავსე გრძნობები, რასაც მამა ეფრემი თავის წერილებში გამოხატავდა. მართლაც, ჩამოვედით კვიპროსში და დავსახლით პაფოსში, მინთის წმინდა ჯვრის სავანეში. მაშინდელი მიტროპოლიტი, შემდგომში მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე, დიდი სიყვარულით დაგვხვდა. ბერს მხარში ამოუდგა და ეს პატარა მონასტერი მას ეხლა იგი კვიპროსში უკვე დასარჩენად ჩამოხვედით. საბოლოოდ 1978 წლის სექტემბერში ჩამოვედით დასარჩენად. ამასობაში ჩვენ საძმო შემოვერთა ნეტარხსენებული მამა ქრიზოსტომე, რომელიც ჩემი მეგობარი და თანაკურსელი იყო. გარდა ამისა, მამა ეფრემმა, ვატოპედის მონასტრის ახლომდებმა იღუმენმაც დაიწყო ბერთან დაახლოება. ის მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი იყო და მინთის პატიოსანი ჯვრის მონასტერში ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. მაშასადამე კიდევ ორი პიროვნება გახდათ: მამა ქრიზოსტომე და მამა ეფრემი. მამა ეფრემი 2 წლის შემდეგ შემოგვიერთა. გამოდის რომ სამნი იყავით. მამა ეფრემი 2 წლის შემდეგ მოვიდა, ხოლო მოგვიანებით მამა ქრიზოსტომეც შემოგვიერთა და დროდადრო სხვა მომლოცველებიც მოდიოდნენ. უნივერსიტეტში სწავლის გამო თესალონიკში მიწევდა სიარული, რადგან მერმა მითხრა, რა კი მე უკვე კვიპროსში ვარ, შენ სწავლა ბოლომდე უნდა დაასრულო, რათა ხალხს შთაბეჭდილება არ დარჩეს, თითქოს სწავლა ჩემი მიზეზით მიატოვეო. ასე დავდიოდი მონასტერს, თესალონიკსა და ათონის უთანს შორის. ათონზე ყოფნისას ხან წმინდა პაისისთან ვრჩებოდი, ხან ჩვენს კელიაში და ხანაც ბურაზერში. კვიპროსში ბერი იოსების გამოჩენამ ხალხში ძალზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მის მოსასმენად უამრავი ადამიანი იკრებებოდა. მასთან შესახვედრად მონასტერში ყოველდღიურად ათეულობით კაცი მოდიოდა. თავისი მჭერმეტყველებითა და სულიწმიდის მიერ ბოძებული განათლებით ბერი ძალიან ანუგეშებდა და სულიერად აძლიერებდა ხალხს. მაგრამ სწორედ ამ წარმატებამ აღუძრა შური ჯერ ეშმაკს, შემდეგ კი ზოგიერთ სუსტ ადამიანს. დაიწყეს ბერი იოსების წინააღმდეგ საუბარი. მისი ცილისწამება და პაფოსის მიტროპოლიაში მის მიმართ უარყოფითი ატმოსფერო ჩამოწვა. რამდენი ხნის შემდეგ მოხდა ეს? ჩვენი ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში. ბერმა კვიპროსში სულ 2 წელი დაჰყო, მაგრამ ეს განსაცდელი თითქმის პირველივე თვეებში დაიწყო. ესე იგი, მყისვე, რამდენიმე თვეში დაიწყო ეს ყოველივე. დიახ, ასე გაჩნდა წინააღმდეგობა ბერის იქ ყოფნის გამო. და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ის ადამიანები ხედავდნენ, თუ რამდენი ხალხი მოდიოდა მასთან რჩევისთვის. ზოგს კი იდეოლოგიური მიზეზებიც ჰქონდა. რას გულისხმობთ? ბერი იოსები მართლმადიდებლური ტრადიციის საკითხებში ძალიან მტკიცე იყო. მაშინ კი იქ ადამიანთა გარკვეული წრეები იყო, რომელთაც სხვაგვარი, უფრო საერო და ასე ვთქვათ ზედაპირული შეხედულებები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ბერმა ერთგვარი სიმკაცრე შემოიტანა, რომელიც არ სურდა. საქმე ის კი არ არის, რომ მათ სიმკაცრე არ უნდათ, არამედ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად ბერის სულიერების მისაღებად. იგი ურყევი იყო იმაში, რისიც სწამდა და რასაც ყოველთვის ქადაგებდა. ეს უბრალოდ სიმკაცრე იყო, თუ ასე ვთქვათ, ტრადიციული ხაზი. ეს იყო ის ტრადიციული ხაზი, რომელიც მან ბერებისგან და ათონის ღვთისმამებისგან შეითვისა. თუ ის სწორედ ამისთვის მოიხმეს, მაშინ რატომ გაეშინოდათ სხვებს? მას არაიმდენად თავისი მიტროპოლიტი ეწინააღმდეგებოდა, რამდენადაც მიტროპოლიის გარშემო არსებული გარკვეული წრეები. ბერი იოსები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არ ვიცი როგორ მოხდა ყოველივე ეს, მაგრამ ფაქტია, რომ წინააღმდეგობა დაიწყო. მოკლედ რომ ვთქვათ, 2 წელიწადში ბერი მიხვდა, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა.
და უკან დაბრუნებაზე ფიქრი თავადაც დაიწყო, თუმცა კონკრეტულს არაფერს ამბობდა. ჩვენც ვინც თავიდანვე მის გვერდით ვიყავით, უკვე ათონის მთაზე გამგზავრების შესახებ დავიწყეთ ფიქრი. სწორედ მაშინ დაიწყო დიდი განსასწრელი. ბერ იოსებს ცილი დასწამეს ზნეობრივ და სხვადასხვა თეოლოგიურ გადაცნობაში. საბოლოოდ მიტროპოლიტმა გადაწყვიტა, რომ უკან ათონის მთაზე დაუბრუნებულიყავით. არსებითად მან ბერი გააძევა პაფოსის მიტროპოლიტანაც და მთელი კვიპროსიდანაც, ასე რომ 1980-91 წლებში ბერი ათონზე დაბრუნდა. თქვენ როგორ გადაიტანეთ ეს ყოველივე? თქვენ ხომ მის გვერდით იყავით? რა თქმა უნდა, ძალიან ვიტანჯებოდით იმ ბრძოლის გამო, რომელიც ჩვენს გასაძევებლად იყო გაჩაღებული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირადად მე ათონის მთაზე დაბრუნება ძალიან მიხაროდა და კვიპროსზე ჩამოსვლას ვნალობდი. ამ ბრძოლის შესახებ მამა პაისიმ და მამა ეფრემმა თუ იცოდნენ? ბერმა ეფრემ კატუნაკელმა ყველაფერი იცოდა, რადგან ბერი იოსები მასთან ათენში საავადმყოფოში მივიდა და ყოველივე უამბო. ბერი პაისი კი მას შემდეგ აღარ ყავდა ნანახი, რაც ათონიდან წამოვედით. რას ამბობდა მაშინ ბერი ეფრემი? ბერმა ეფრემმა უთხრა მას, რაჟამს გდევნიდან თქვენ ამიერ ქალაქით მიუტოდეთ სხვად, როგორც ახარება შეენათქვამი. ასე უბრალოდ ხომ? რა კი გეუბნებიან წადი, უნდა წახვიდე. ამრიგად ასე გითხრა მან. ჩვენც გქონდა ლოცვა კურთხევა, მაგრამ ველოდებოდით, რომ მიტროპოლიტს საბოლოოდ და მკაფიოდ გადაეწყვიტა ეს საკითხი. ბოლოს მან პირდაპირ გითხრა, არ მინდა აქ დარჩეთ, უნდა წახვიდეთო. ესე იგი, მიტროპოლიტიც თქვენს წინააღმდეგ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე მხარს გიჭერდათ. თავიდან ძალიან გწყალობდა, მაგრამ ხალხის რეაქციამ და ბერის წინააღმდეგ მიმართულმა ცილის წამებებმა თავისი შედეგი გამოიღო. საბოლოოდ ისიც მოწინააღმდეგეთა მხარეს დადგა და ფაქტობრივად პაფოსის მიტროპოლიტანაც და პატიოსანი ჯვრის მონასტრიდანაც გამოგვაძევა. მაგრამ ადამიანური სისუსტეების გარდა აშკარა იყო, რომ ეს ღვთისნებაც გახლდათ. ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ მიტროპოლიტის ეს გადაწყვეტილება, დავტოვეთ კვიპროსი და ღვთისმადლით ისევ ათონურ ცხოვრებას დაუბრუნდით. ისევ კუტლუმუშის მონასტერში დაბრუნდით? არა, როცა 1991 წლის ოქტომბერში ათონზე ჩავედით, რამდენიმე დღე სიმონა პეტრას მონასტერში დავყავით. ერთი კვირა კუტლუმუში, შემდეგ კი წმინდა პაისიმ კაფსალაში. ხარების კელია გვიჩვენა კარიესის მახლობლად. იქ გადავედით საცხოვრებლად და 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის აპრილამდე დავრჩით. სწორედ აქ აღვიკვეცე დიდი სქემის მონაზვნად. მაშინ მამა ეფრემ ატობედელი ჯერ კიდევ მორჩილი ვასილი იყო და იქ გახდა მონაზონი ეფრემი. თავად ბერმა იოსებმა როგორ გადაიტანა ეს ყველაფერი? მას შემდეგ, როცა ათონის მთაზე დაბრუნდით. ძალიან უშფოთველად, რა თქმა უნდა, ადამიანურად წუხდა იმ ხალხის გამო, რომელიც ამ ცილის წამებებმა შესაძლოა დააბრკოლა, მაგრამ თვითონ არ იყო ადგილებსა და ნივთებს მიჯაჭვული. წამოვიდა და მორჩა, ამაზე აღარც ფიქრობდა. თქვენ, ახალგაზრდები, როგორ შეხვდით ამ ფაქტს? მე ენთუზიაზმით შევხვდი იქიდან წამოსვლას. მამა ეფრემი თავიდან ცოტათი დაღონდა, მაგრამ შემდეგ ისიც შემოგვიერთა. მამა ქრიზოსტომოსეც ჩვენსავით გახარებული იყო ათონის მთაზე დაბრუნებით. სხვა არაფერი გვაინტერესებდა. მართალია, პრაქტიკულად ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ჩვენ ათონზე ზამთარში ჩავედით და სანამ ფეხს მოვიკიდებით, დრო დაგვჭირდა. მივედით კელიაში, რომელიც რამდენიმე წელი მიტოვებული და დაცარიელებული იყო. კარგ შეკეთებასაც საჭიროებდა. მოვეწყვეთ ღარიბულად, უბრალოდ და მობრძალებულად. მაშინ ბერ იოსებთან უკვე 4 იყავით? იქ ვიყავით მე, მამა ეფრემი, მამა გერმანე და მღვდელმონაზონი მაქსიმე. ბერი იოსები მეხუთე კაცი იყო. მოგვიანებით კიდევ 2 ახალგაზრდა მოვიდა მორჩილად კაფსალაში. ასე შევიკრიბეთ 7-8 კაცი. ძალიან კარგი საძმო შეიკრა. იქ იყვნენ ახალგაზრდები და კარგი მოღვაწე მამები, რომლებიც ბერის ტიპიკოს ერთგულად მიყვებოდნენ. ბერმა იოსებმა პირველივე დღიდან ჩაგვაყენა სამონაზვნო განრიგში. ღვთისმსახურება, ლიტურგია, იესოს ლოცვა, დუმარება, საოცარი სულიერი ატმოსფეროს უფევდა იქ. მართლაც ძალიან ლამაზი პერიოდი იყო. კაფსალაში ალბათ სხვადასხვა ასკეტ მამებს შეხვდებოდით. დიახ, ჩვენ ისევ ჩვენს ძველ გარემოში აღმოჩნდით. კაფსალის მთელ ტერიტორიაზე მრავალი წმინდა მცხოვრები მოღვაწეობდა. ბერძნები, რუმინელები, რუსები და სხვა. მათ კაფსალის უდაბნოში მრავალი წელი გაეტარებინათ. ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო, რადგან ბერი იოსები ყოველთვის მეუბნებოდა მათთან მივსულიყავი და ეს ბერები მომენახულებინა. ასე გავიცანი უამრავი ადამიანი, რომელთაც წარმოუდგენელი სულიერი სარგებელი მომიტანეს. შევხვდი მამა ისააკ ლიბანელსაც, რომელსაც მანამდეც ვიცნობდი და უკვე ათონის მთაზე ცხოვრობდა. ჩვენ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დავახლოვდით. იგი თეოლოგიაში სადოქტოროზე მუშაობდა. მე კი პირველ კურსზე ვიყავი. წმინდა ანტონის საერთო საცხოვრებელში ყოველდღე ერთად ვიყავით. ათონზე მამა ისააკი სულ ჩვენთან იყო. მიცქემაში ჩემს აღკვეცასაც დაესწრო და მთელი ღამისთევის განმავლობაში გალობდა. მის კალივაში ლიტურგია არაერთხელ აგვისრულებია ერთად. ძალიან გვიჭერდა მხარს.
მამა ისააკთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული მოვლენა ხომ არ გახსენდებოდ? მამა ისააკი ნამდვილი ასკეტი და ძალიან მადლმოსილი ადამიანი იყო. ის ყველაფრით წმინდა პაისის მოწაფე იყო და თავისი ასკეზითაც ძალიან ჰგავდა მას. დიდი მოღვაწე და სათნო პიროვნება გახდათ. შინაგანად საოცრად მოწესრიგებული და წმინდა კაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათონზე დაახლოებით 40 წლის ასაკში მოვიდა, სულით ბავშვობიდანვე ათონელი იყო. მართლაც რომ ათონური აზროვნების მქონე კაცი. თქვენს გარშემო მცხოვრებ სხვა მამებზე რას გვეტყვით? თავიდან ცოტა სიფრთხილედ ვიყურებდნენ, რადგან ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ძალიან შეგვიყვარეს და მიგვიღეს. როდესაც მათ კელიებში მივდიოდით, კეთილად გვიღებდნენ, საჩუქრებს გვაძლევდნენ და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. იქ ბევრი ისეთი მამა გავიცანეთ, რომლებიც ნამდვილად ცის ფრინველებს ჰგავდნენ კაფსალას უდაბნოში. საკუთრივ წმინდა პაისისგან ძალიან დიდი სარგებელი მივიღეთ, რადგან ამ მამების აღმოსაჩენად სწორედ მან აგვიხილა თვალები. ის მაშინ თავადვე აგროვებდა ცნობებს კაფსალელი ბერების შესახებ და მოგვიანებით წიგნიც დაწერა მათზე. ათონელი მამები და ათონური ამბები. ამიტომ ის ხშირად დადიოდა კაფსალაში და ხარების კალივაში ჩვენს გსტუმრობდა. ჩვენთან ბერი თეოკლი და დიონისელი და კიდევ სხვა მამებიც მოდიოდნენ, ასე რომ წმინდა მთის მამებისგან უდიდესი კურთხევა და ნუგეში ჰქონდა. როგორ გაგრძელდა თქვენი გზა მას შემდეგ, რაც იქ დამკვიდრდით? ესე იგი, ხარების კელიაში მინდოდა დარჩენა, მაგრამ კუტლუმუშის მონასტრისგან ახალი წინადადება მივიღეთ. გთხოვეს, უკან დაუბრუნებულიყავით და იქაურ ახალ საძმოსთან დარჩენილიყავით. თავიდან ბერი იოსები უარზე იყო, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა, რადგან მაშინ დიდ პარასკევს, გარდამოხსნის უსახურების დროს ინფარქტი მიიღო. ფიქრობდა, რომ კვდებოდა, ამბობდა, მეც 63 წლის ასაკში მოკვდები, როგორც ჩემი მოძღვარიო. სულ ამას გვიმეორებდა, რადგან მაშინ თავად ზუსტად 63 წლის იყო. ჩვენ პანიკაში ვარდებოდით, როცა სიკვდილზე ლაპარაკობდა, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით. მაშინ წმინდა პაისი მუთხრა, მამაო, ნუ ამბობ, რომ მოკვდები, ახალგაზრდებს ეშინიათო. მას შემდეგ აღარ უთქვამს, თუმცა მაინც ფიქრობდა. იქნებ ეს ღვთის ნიშანია და მართლა კვდები. მარტო რომ არ დარჩეთ, სჯობს მონასტერში წავიდეთ, რათა იქ მფარველობის ქვეშ იყოთო. ასე და ამგვარად 1992 წლის აპრილში კვლავ კუტლუმუშის მონასტერში დავბრუნდით. იმავე ადგილას, სადაც ადრე ბერი ცხოვრობდა. იქ რა გამოცდილება შეიძინეთ? კინობიაში ცხოვრება ძალიან კარგი იყო. მამებმა დიდი სიყვარულით მიგვიღეს, საძმო ძალიან გაიზარდა. 45-50 მონაზვნამდე ვიყავით. მშვენიერი კინობიური ცხოვრება ქონდა და მამებთანაც მჭიდრო კავშირი ჩამოგვიყალიბდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული სირთულე მაინც არსებობდა, რადგან მონასტერში პარალელურად ორი სხვადასხვა საძმო ცხოვრობდით. ამასობაში თქვენი საძმოც გაიზარდა? დიახ, ჩვენი საძმოც გაიზარდა. რა კი ბერი იოსები მდუმარებისა და გონებისმიერი ლოცვის მოყვარული იყო, მას კინობიური ცხოვრების ფუსფუსი დიდად არ ასვენებდა. ამიტომ ერთხელაც გადავწყვიტეთ, რომ მონასტრიდან უფრო მყუდრო ადგილას წავსულიყავით, სადაც ბერი მშვიდად იქნებოდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მონასტერში მოხვდარმა გარკვეულმა ადამიანურმა ფაქტორებმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ ჩვენი სულიერი წინსვლისთვის სჯობდა იქაურობა დაგვეტოვებინა და განმარტოებით წავსულიყავით. ეს გადაწყვეტილება 1993 წლის აგვისტოში აღვასრულეთ და ნიასკიტში გადავედით. მანამდე კი 1992 წლის მაისში მონასტრის მამათა კრების გადაწყვეტილებით მღვდელმონაზვნო დამასხეს ხელი, რამაც ჩვენ საძმოს ერთგვარი ავტონომია შესძინა. მაშასადამე ნიასკიტში თქვენი ცხოვრების ახალ ფურცელს შლით. ამის შესახებ კი ძალიან გვინდა, რომ შემდეგ შეხვედრაზე გვესაუბროთ. გმადლობთ.